წიგნის კითხვის დღესამებაში ამ წუთებში საკათედრო ტაძრის ეზოში კარვებია გაშლილი და კონკურსი მიმდინარეობს. სოფო ვარდიაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში დეტალებზე. სოფო, როგორია კონკურსის პირობები? ირაკლი, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენ საგანგებო ჟიური, რომელიც დავითიანის ლიტერატურულ კლუბ დალკის წევრებისგან არის დაკომპლექტებული. კონკურსის მონაწილეები ახალგაზრდები მუშაობენ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე მუსიკოსი, რომელზეც საკუთარი მოსაზრებები მათ 20 წუთის განმავლობაში უნდა დაწერონ. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს კი, ანუ გამარჯვებული გუნდის 5 წევრს გადაეცემათ საჩუქრად კომპანია გამომცემლობა ბიბლიუსის წიგნები. ვისოლ ჯგუფისა და მისი შვილობილი კომპანია სუპერმარკეტი სმარტისთვის უდიდესი პატივია იყოს მხარდამჭერი უწმინდესის ინიციატივისა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ჩვენ მხარდამჭერები ვიქნებით არა მხოლოდ დღევანდელი ღონისძიების, არამედ რამდენიმე სხვა ღონისძიების, რომელიც ამავე ინიციატივის ფარგლებში იგეგმება. ყოველ შაბათს ვაპირებთ, რომ განვაგრძოთ მსგავსი აქციები და აუცილებლად ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ყველა აქციაში, რომელიც ამ დღეს და წიგნის კითხვას შეეხება. დღევანდელი დღეთმობა ქართველი კლასიკოსის ერთ-ერთი თანამედროვეების უდიდესი მწერლის გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების განხილვას და წაკითხვას, ასევე ეწყობა კონკურსი. დღესაც ვკითხავთ თუ რომელია მათთვის განსაკუთრებულად საყვარელი მწერალი და ვისი საღამო უნდათ რომ იყოს მომდევნო შაბათს. მონაწილეები ელოდებიან, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან მათთან სულ მალე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც უნდა გამოვიდეს. ორგანიზატორების თქმით კი შესაძლოა კონკურსზე თავად გურამ დოჩანაშვილიც მოვიდეს.